გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ პედიატრი და დღეს მოგიყვებით ხელოვნური რძით კვებაზე. ძუძუთი კვების 1 წლამდე ერთადერთი მისაღები ალტერნატივა არის რძის ნაზავი, ანუ ფორმულა. მიუხედავად ძუძუთი კვების უპირატესობისა, 6 თვემდე 50%-ზე ნაკლები დედა აგრძელებს ძუძუთი კვებას. მშობლის სურვილი არის ყველაზე ხშირი მიზეზი რძის ნაზავის გამოყენების, თუმცა ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია ჩვილის ან დედის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ თემაზე უკვე ჩაგიწერეთ ვიდეო და თუ გაინტერესებთ ძუძუთი კვების უკუჩვენებები, მოიძიეთ ეს ვიდეო ჩემს არხზე. გარდა ამისა, ნაზავი შეიძლება დაემატოს ძუძუთი კვებას არასაკმარისი წონის მატების შემთხვევაში, რომ გავზარდოთ მიღებული კალორიების რაოდენობა. ფორმულით კვების უპირატესობაა ასევე შესაძლებლობა, რომ ზუსტად დავთვალოთ მიღებული საკვების რაოდენობა, რაც ძუძუთი კვების შემთხვევაში ძნელია. ასევე უპირატესობაა ის, რომ ოჯახის წევრებს შეუძლიათ კვების პროცესში ჩართვა. მაგრამ ყველა ამ ფაქტორის მიუხედავად, ძუძუთი კვების სარგებელი მაინც გადაწონის ხელოვნური კვების უპირატესობებს. კომერციული საბავშვო რძის ნაზავები ხელმისაწვდომია ფხვნილის სახით და ყველა შეიცავს ვიტამინებს და უმეტესობა გამდიდრებულია რკინით. გვაქვს სტანდარტული ძროხის რძეზე დაფუძნებული ნაზავები, სოიოს პროტეინზე დაფუძნებული ნაზავები, ნაწილობრივად ან სრულად ჰიდროლიზებული კაზეინის ან შრატის ცილის ნაზავები და ამინომჟავების შემცველი რძის ნაზავები. ეს დაყოფა ხდება ნარევის შემადგენლობაში არსებული ცილის ტიპის მიხედვით. ცილის გარდა ნარევი კი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს და ნახშირწყლებს. რომელ ნაზავს აერჩევთ, დამოკიდებულია ჩვილის საჭიროებებზე. სტანდარტული არჩევანია ძროხის რძის ნაზავი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გვაქვს ამოქაფება, დიარეა სისხლით ან უსისხლოდ, გამონაყარი ან ცუდი წონის მატება, რაც მიუთითებს რძის ცილის მგრძნობელობაზე ან ლაქტოზას აუტანლობაზე და ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ნაზავის შეცვლა. სოიოს პროტეინის ნაზავების უმეტესობა მაგალითად ულაქტოზოა და შეიძლება განვიხილოთ ლაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში. მაგრამ ზოგიერთ ჩვილს, რომელსაც ალერგია აქვს ძროხის რძის პროტეინზე, შეიძლება ჰქონდეს ალერგია სოიოს პროტეინზეც. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ჰიდროლიზებული ნაზავით შეცვლა. ჰიდროლიზებული ნაზავებიც მზადდება ძროხის რძისგან, მაგრამ მასში არსებული პროტეინები დაშლილია მცირე ფრაგმენტებად, რაც მათ ნაკლებად ალერგიულს ხდის. ამინომჟავებზე დაფუძნებული ნაზავები შეიცავს სრულად დაშლილ პროტეინებს და გამოიყენება იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ჩვილს რეაქცია აქვს ჰიდროლიზებულ ნაზავებზეც. ძროხის რძის ცილაზე დამზადებული ნარევები შეიცავს ცილის კონცენტრაციას, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მომწიფებული დედის რძის შემცველობას. ცილის ეს მომატებული რაოდენობა საჭირო არის ყველაზე პატარა ჩვილის მოთხოვნილებებისთვის, თუმცა ზედმეტია უფროს ჩვილებში. განსხვავებით დედის რძისგან, რომლის შემადგენლობა დროთა განმავლობაში იცვლება სხვადასხვა ასაკობრივი მოთხოვნილებების შესაბამისად. ამ ნარევებში შრატისა და კაზეინის ცილის შემცველობა მერყეობს. მთავარი შრატის ცილა ძროხის რძეში ბეტა-გლობულინია და ალფა-ლაქტალბუმინი დედის რძეში. ამის გამო ჩვილებში წარმოიქმნება განსხვავებული პლაზმური ამინომჟავების პროფილები, იმის მიხედვით თუ რომლით იკვებებიან, თუმცა ამ განსხვავებების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. ძროხის რძეზე დამზადებული ნარევების ცხიმის ძირითადი წყარო არის მცენარეული ან მცენარეულ ცხოველური ცხიმის ნარევები. ცხიმი შეადგენს ამ ნარევების ენერგიის 40-50%-ს და მოიცავს გაჯერებულ, მონოუჯერ ან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ყველა ნარევი გამდიდრებულია გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, როგორიცაა დოკოზა-ჰექსაენოვანი მჟავა და არაქიდონის მჟავა სხვადასხვა კონცენტრაციით. ლაქტოზა წარმოადგენს ძირითად ნახშირწყალს როგორც დედის რძეში, ისე სტანდარტულ ძროხის რძეზე დამზადებულ ნარევებში. სოიოს ცილაზე დაფუძნებული ნაზავები უმეტესად თავისუფალია ძროხის რძის ცილისა და ლაქტოზისაგან. ნახშირწყლები წარმოდგენილია როგორც საქაროზა, სიმინდის სიროფი და მალტოდექსტრინები. ცილას წარმოადგენს სოიოს ცილა და გამდიდრებულია ელ-მეთიონინით, ელ-კარნიტინით და ტაურინით.
ცხიმების შემადგენლობა განსხვავდება მწარმოებლის მიხედვით და ჩვეულებრივ მსგავსია იმავე მწარმოებლის ძროხის რძის ცილის ნაზავების და გამოიყენება სოიოს, პალმის, მზესუმძირის, ოლეინის, ქოქოსის ზეთები, ასევე დამატებულია დოკოსაჰექსაენოვანი მჟავა და არაქიდონის მჟავა. სოიოს ნაზავის გამოყენების ჩვენებები მოიცავს გალაქტოზემიას, ვეგეტარიანული დიეტის მიმდევრობას და მიმკვიდრული ან მეორადად განვითარებული ლაქტაზას დეფიციტს. სოიოს ცილაზე დამზადებულ ნაზავებს არანაირი უპირატესობა არ აქვთ ძროხის რძის ცილაზე დაფუძნებულ ნაზავებთან შედარებით, თუ ჩვილს ეს ჩამოთვლილი სპეციფიური ჩვენებები არ აქვს. სოიოს ნაზავები რეკომენდებული არ არის ნაადრევად დაბადებული ჩვილებისათვის და არც რუტინულად გამოიყენება კოლიკის, გაღიზიანებადობის ან ატოპიური დაავადებების პრევენციისთვის. რაც შეეხება ჰიდროლიზებულ ნაზავებს, ისინი შეიძლება იყოს ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ანუ შეიცავდეს ოლიგოპეპტიდებს, ანუ ცილის ნაწილაკებს, რომლების ზომაც არის 3000-დან 10000 დალტონამდე. სრულად ჰიდროლიზებული ნაზავები შეიცავს 3000 დალტონზე პატარა ზომის პეპტიდებს. ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ ნაზავებში ცხიმოვანი მჟავები მსგავსია ძროხის რძის ცილაზე დაფუძნებული ნაზავების, ნახშირწყლები კი ძირითადად არის მალტოდექსტრინი ან მინდის სიროფი. რადგან ცილა ბოლომდე არ არის დაშლილი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული ფორმულა არ უნდა მიეცეს ბავშვს, რომელსაც აქვს ალერგია ძროხის ცილაზე. არსებობს გარკვეული მცირე მტკიცებულება, რომ ჰიდროლიზებული ნაზავები შესაძლოა ამცირებდეს ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკს. თუმცა ყველა მწარმოებლის ნაზავი ერთნაირ ეფექტს არ იძლევა. სრულად ჰიდროლიზებული ნაზავები რეკომენდებულია ძროხის ან სოიოს ცილაზე ალერგიის შემთხვევაში და ნაწლაური მალაბსორბციისას, მაგალითად მუკოვისციდოზის, მოკლენაწლავის სინდრომის, გახანგრძლივებული დიარეის და ჰეპატობილიარული დაავადებების დროს. ისინი ლაქტოზას არ შეიცავენ და შეიძლება მიეცეს ბავშვს, რომელსაც აქვს ლაქტაზას დეფიციტი. ამინომჟავებზე დაფუძნებული ნაზავები საერთოდ არ შეიცავს პეპტიდებს. გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი იღებს სრულად ჰიდროლიზებულ ფორმულას და მაინც ავლეც ალერგიულ რეაქციას ძროხის ცილაზე. ატოპიური დაავადებების პრევენციაში ამ ნაზავების ეფექტურობა შესწავლილი არ არის. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, მინდა გაგაცნოთ კვლევის შედეგები ამ თემაზე. ჩვილი ითვლება ალერგიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფად, თუ ერთ-ერთ პირველი ხაზის ნათესავს მაინც ეს არის დედა, მამა ან და-ძმას აქვს დადასტურებული ატოპიური მდგომარეობა. ესენია ატოპიური დერმატიტი, ასთმა, ალერგიული რინიტი ან კვებითი ალერგია. მრავალი სამედიცინო ასოციაცია, მათ შორის ამერიკის და ავსტრალიის პედიატრიული ასოციაციები წერენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიმე კონკრეტული ნაზავი უპირატესი არის და ხელს უშლის ატოპიური დაავადებების განვითარებას. ჩატარდა მრავალი კვლევა. 2016 წელს მაგალითად ჩაატარეს მეტაანალიზი, რომელმაც შეადარა ჩვეულებრივი ძროხის რძეზე დაფუძნებული და ჰიდროლიზებული ნარევების გამოყენება მაღალი რისკის ჩვილებში და მცირე ეფექტიანობა აჩვენა ატოპიური დაავადებების პრევენციაში. 2017 წელს ისევ ჩაატარეს მეტაანალიზი, რომელშიც ისევ შეადარეს ნაწილობრივ ჰიდროლიზებული და ძროხის რძის ნარევები და აღმოაჩინეს ეგზემის შემცირებული რისკი ზოგიერთ ჩვილში. ბევრი კვლევა ჩატარდა, მაგრამ შედეგები განსხვავდებოდა. ზოგი ამტკიცებდა კონკრეტული ნარევის უპირატესობას, ზოგი ვერა. ამინომჟავებზე დაფუძნებული ნარევები კი ჯერ არ არის შესწავლილი ალერგიის პირველადი პრევენციისთვის. სოიოს ნარევები ფართოდ გამოიყენება ძროხის ცილაზე ალერგიული ჩვილების საკვებად, თუმცა მაღალი რისკის ჩვილებში ატოპიური დაავადებების პრევენციისთვის სოიოს ნარევს არ გააჩნია უპირატესობა სხვა ნარევებთან შედარებით. როგორი უნდა იყოს კვების სიხშირე და მოცულობა ხელოვნური კვების დროს. ძის ნაზავით კვების შემთხვევაში ჩვილები იკვებებიან ისევ მოთხოვნილების მიხედვით დღეში 8-12 ჯერ, მაგრამ რადგან ფორმულა ნელა მოინელება, ამიტომ კვებებს შორის ინტერვალი შეიძლება იყოს უფრო დიდი ძუძუთი კვებასთან შედარებით. თავდაპირველად 2-3 საათი და კვების მოცულობის გაზრდის შემდეგ 3-4 საათი. საწყისი რაოდენობა შეიძლება იყოს 50-დან 60 მილilitrამდე და ნელა
იზრდება პირველი კვირის განმავლობაში 90 მლ-მდე. 3 თვემდე ასაკის ჩვილები უნდა იღებდნენ 100-120 კალორიას კილოგრამზე და უნდა იმატებდნენ დაახლოებით 30 გრამს დღეში. არ უნდა აიძულოთ ჩვილი, რომ ბოლომდე მიირთვას ბოთლით საკვები, მან უნდა მიირთვას იმდენი, რამდენიც სურს. ბოთლით კვებისას ბავშვის პოზიცია უნდა იყოს ნახევრად წამოწეული ან დაჯდომილი და არავითარ შემთხვევაში ზურგზე წოლით, რადგან რძე შეიძლება გადავიდეს ცხვირში ან ევსტაქის მილში. რაც შეეხება ნაზავის მომზადებას, მკაცრად უნდა დაიცვათ მომზადების ინსტრუქცია. არ უნდა გააზავოთ წყლით ზედმეტად ან ნაკლებად, უნდა გამოიყენოთ ადუღებული და გაგრილებული წყალი. ადუღებული წყალი უნდა გაგრილდეს, რადგან არ დაიშალოს თერმოლაბილური ვიტამინები, განსაკუთრებით C ვიტამინი რძის ნარევში. გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის კოვზი ფხვნილის ამოსაღებად, რადგან კოვზის მოცულობა შეიძლება განსხვავდებოდეს. ნაზავის მოსამზადებლად რეკომენდებულია ფტორიანი წყლის გამოყენება და იმ ადგილებში, სადაც ფტორიანი წყალი ხელმიუწვდომელია, მაშინ ფტორის წვეთები უნდა დავამატოთ 6 თვის ასაკის შემდეგ კარიესის პრევენციისთვის. ნაზავი იხსნება და ინახება მაცივარში 24 საათამდე. ფხვნილი კი უნდა ინახებოდეს გრილ, მშრალ ადგილას და გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 4 კვირის განმავლობაში. მაცივრიდან გამოღებული ნაზავი უნდა გამოიყენოთ 2 საათში ან გადაღვაროთ. რძის ნაზავის გათბობა უნდა მოხდეს თბილი წყლის აბაზანაში 5 წუთით და არასოდეს მიკროტალღურ ღუმელში. ნაზავი უნდა გათბეს სხეულის ტემპერატურამდე და ყოველთვის შეამოწმეთ სითხის ტემპერატურა, სანამ საკვებად მისცემთ ბავშვს. ბოთლიდან რძის ნაკადი უნდა იყოს წვეთობით და მუდმივად. დამიწერეთ კომენტარებში, რომელი ინფორმაცია იყო თქვენთვის სიახლე და თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები. მოიწონეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. მადლობა რომ ბოლომდე მიყურეთ.